როგორც ჩანს, ამბობთ მზად ვართ. ესტონეთში მოვიგებთ და აუცილებლად შევალთ ჯგუფში. დღეს კომაგების სუპერ ეპიზოდი გვაქვს, რადგან ვიმყოფებით საქართველოს სუპერთასის ფინალზე. ამ ტიტულისთვის რამდენიმე წუთში ერთმანეთს იბერია 1999 და ქუთაისის ტორპედო დაუპირისპირდებიან. იმედი მაქვს, რომ კარგი ფინალი იქნება და ასევე რა თქმა უნდა საინტერესოა როგორ ფორმაში არიან ეს კლუბები, რადგან ვინც არიცით გეტყვით, რომ შემდგომი დაპირისპირება ამ კლუბებს აქვთ ევრო ტურნირებზე და შესაბამისად საინტერესოა როგორ ფორმაში იმყოფებიან ეს გუნდები. ნახოთ შეხვედრის საუკეთესო მომენტები, ნახოთ გამარჯვებული დაჯილდოების ცერემონია და რა თქმა უნდა ასევე გავიკოთ რას ფიქრობენ ტრიბუნებზე მყოფი კომაგები. ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივარი, რა თქმა უნდა, ქუთაისიდან მოლოდინი გამარჯვებისთვის ვართ მოსულები, კონკრეტულად დიეგო და ისადის გოლს ველოდებით აუცილებლად. რავი, უეჭველი გავიმარჯვებთ რა, როგორც ქუთაის ეკუთვნის. ევრო ტურნირებზე დიდი მოლოდინები გვაქვს, იმიტომ რომ გუნდი გავაძლიერეთ და ახალგაზრდა ბიჭები გვყავს, რომლებიც დღითი დღე ვითარდებიან და რა თქმა უნდა, ხვალინდელი თამაშები უკეთესი იქნება ვიდრე გუშინდელი რა და აუცილებლად მოვიგებთ და წინ წავალთ. დღეს იბერიას გულშემატკივრობ და ფინალს ველოდებით. უშუალოდ გულშემატკივრობ გივი ხაჩიძეს. იბერია. მოლოდინი არ მინდა რომ უბრალოდ ჩვენი გუნდებიდან რომელიც არ უნდა გავიდეს. ისი ამონოს ფეხბურთის თამაში და ის გამოცდილება მიიღოს, რომელსაც ევროთასების თავაზობენ რა და გამარჯვება და დამარცხება მეგობრები არიან რა როგორც ნათქვამია. რა ჩეხება პირველ ტაიმს ფიქრობ რომ იბერიას გამარჯვებით უნდა იყოს ამ ეტაპამდე, მაგრამ სამწუხაროდ რა ანგარიშიც გვაქვს, ეგ გვაქვს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ მეორე ტაიმში აუცილებლად მოვიგებთ. ძალიან კარგი ინერციით მივდივართ და ალბათ ის ნაოსი გატყდება და თელი საქართველოს ერთად ვიზეიმებთ. ჯერ პირველ რიგში რომ ესტონეთში მოვიგებთ და აუცილებლად შევალთ ჯგუფში. თავდადად ძირითადი დრო 2-2 და ახლა წინ გველოდება 11 მეტრიანების სერია გამარჯვებულის გამოსავლენად. მნიშვნელოვანი იყო განწყობისთვის, ასევე მნიშვნელოვანი იყო რომ თამაში დაძაბული გამოვიდა
რაღაც გარკვეულწილად ტაქტიკურადაც შეიძლება მოსამზადებელ ეტაპად ჩავთვალოთ შემდეგი თამაშისთვის. პენლების სერია იმედი არ დაგჭირდება, მაგრამ თუ დაგჭირდება, როგორც ჩანს, ამბოშისაც მზად ვართ. ამიტომ მხოლოდ პოზიტიური ემოცია მაქვს ბუნებრივი ამ მომენტში და იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარსაც უფრო მეტ სიხარულს ევროტურნირებზე მოუტანთ. რა თქმა უნდა ძალიან გახარებულები ვართ. ჩვენ შევყვირდით ჩვენ გულშემატკივარს რომ ქუთაისის დავაბრუნებდით, რაც საბედნიეროდ შევძელით, საკმაოდ დაძაბული და საინტერესო თამაში იყო. და ვფიქრობ რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. პირველ ტაიმში დამაჯერებად ვიგებდით და ტაიმის ბოლოს დასანანი ბურთი გავუშვით. მეორე ტაიმში უკეთესი იყო, რა თქმა უნდა, იბერია, მაგრამ ჩემი აზრით უფრო ლოგიკური შედეგი იყო და საბოლოო ჯამში პენლებში გაგვიმართლა და გავიმარჯვეთ. ეს ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით ევროტურნირების წინ ტიტულით დავამთავრეთ ნახევარი სეზონი, მოვიგეთ სუპერთასი და კარგი განწყობით უკვე შევხვდებით ევროტურნირებს. ძალიან ემოციებში ვართ ყველანი, ვიხარია ეს გამარჯვება. პირველი ტაიმი დავიწყეთ კარგად, 2 გოლი გავიტანეთ. რა თქმა უნდა, ეს იმის შედეგია, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ. მეორე ტაიმში არ დავაკელით ბრძოლა, მაგრამ დიდი პატივისცემა იბერიას გუნდს, რადგან კარგი თამაში გვაჩვენეს, იბერია მათაც ჩვენს კარგი თამაში ვაჩვენეთ, ვფიქრობ. ბოლომდე ვიბრძოლეთ ორივე გუნდმა. ეს მოხდა, ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, წითელი ბარათიც და გუნდი რომ ნაკლები იყო, მაგანაც მოგცა, ცვლილებებას მოგცა. და საბოლოო ჯამში ყველა მოედანზე ჩადო 100% და ეს არის იმის დამსახურება, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ. ძალიან დიდი მუხტია ევროტურნირებამდე, ყველა მისით რომ მოუახლოვდა ევროტურნირები. მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს აზერბაიჯანში 8-ში. და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მუხტია, ვებზადებით. ეხლა უკვე შემდეგი თამაშისთვის ოპტიმიზმი არ არის, მაგრამ ყველა მეტოქე დასაფასებელია. ვიცით ზირას თამაშები, მეც პირადად ვიცი, კარგი გუნდია, დასაფასებელი. თავარია ვიბრძოლოთ, კარგი თამაში ვაჩვენოთ, ბოლომდე ჩავდოთ 100% მოედანზე და ვფიქრობ, რომ კარგად ჩავიდეს ევროტურნირები. წინასწარ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ, მაგრამ მე პირადად ვიზევ იმის პირობას, რომ ყველა ფეხბურთელი მოედანზე ჩავდეს 100%, სათა ვასახელოთ ჩვენი ქუთაისის და საქართველოს სახელი ევროტურნირებზე. დაამთავრდა კომაგების დღევანდელი ეპიზოდი. გილოცავთ ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრებს. საკმაოდ საინტერესო და დაძაბული ფინალი გამოვიდა. ყველაფერი ვნახეთ, 4 გატანილი გოლი, წითელი ბარათი, 11 მეტრიანების სერია. საკმაოდ სანახაობრივი იყო. ერთადერთი ტრადიციულად ვისურვებდი, რომ მეტი გულშემატკივარი ყოფილიყო ამ შეხვედრაზე და იმედი მაქვს, რომ შემდგომში გამოსწორდება ეს მდგომარეობა ამ კუთხით. ჩვენ კი ბოლოს თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და შევხვდებით კომაგების შემდგომ ეპიზოდში.